მოგესალმებით. დღეს შაბათია, ჩვენი თავარი ანალიტიკური დღე არის, ფაქტი მოვლენე კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა ალბათ სწორი იქნება დავიწყოთ იმ შეთავაზებით, რომლითაც შეერთებული შტატები რუსეთთან შეთანხმებული გეგმით აპირებს უკრაინის კონფლიქტის დასრულებას. სულ ახლახან ტრამპმა შეცვალა უკრაინაში მისი პირადი წარმომადგენელი ამ კონფლიქტთან უიტკოფი და მის ნაცვლად, როგორც წერია, დანიშნა არმიის მინისტრი დანიელ დრისკოლი. დანიელ დრისკოლმა სულ ახლახან კიევში ჩაატარა ძალზე დიდი შეხვედრა, მას ევროპული უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები ესწრებოდნენ, ამასთანავე G20-ის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე. ფაქტიურად ამ ცნობის შემდეგ მთელი დისკუსია გაიმართა ევროპის ლიდერებს შორის. გითხრათ სიმართლე, არ დავიწყებ 28-ვე პუნქტის ჩამოთვლას, თუმცა მოულოდნელი იქ არაფერია. სხვანაირად კონფლიქტი უბრალოდ არ დასრულდება, მაგრამ სრული შოკი არის ევროპაში. უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, ჩვენ უნდა დავკარგოთ პარტნიორები, უნდა დავკარგოთ ღირსება. მე არ ვიცი რომელ ღირსების დაკარგვაზე საუბრობს ის, როდესაც უკრაინა უბრალოდ ტრაგედიის წინაშეა, სრული ტრაგედიის წინაშეა. მე სერიოზულად გადავხედე ყველა იმ გამოხმაურებას უკრაინიდან, რაც არის, გითხრათ სიმართლე, ყოველ შემთხვევაში, რაც ტენდენციურებმა აჩვენეს, ადამიანებს არ უნდათ არაფრის დათმობა, ამბობენ, რომ ჩვენ მაშინ რისთვის ვიბრძოლეთ, აი ეს კითხვა, რომელიც ალბათ უკრაინელებმა თავის თავს უნდა გასცენ პასუხი, რისთვის იბრძოლეს, რა შედეგი დაუდგათ და გამოდის ესეთი სიტუაცია, როდესაც დრისკოლი ფაქტიურად, როგორც ძალიან ანონიმურად, მაგრამ ცნობილ ამერიკულ გამოცემებში და ევროპულ გამოცემებში წერენ, აბსოლუტურად უცენზურო სიტყვებსაც კი იყენებდა. მან თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების რაღაც საშუალებები ფაქტიურად არ არის. ეს არის ის, რაც შემუშავებულია შეერთებული ეს ასე უნდა გაკეთდეს. ფაქტიურად ევროპა არც იყო საქმის კურსში და მე მინდა ამ მოკლე რამის შემდეგ, როცა დავასრულებ უკვე იმაზე გადავიდეთ, თუ რამდენად მცდარად აფასებდა ამ კონფლიქტს. არა მარტო ევროპა, არამედ მისი გავლენით უკვე ჩვენი ქვეყანა, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არავითარი მოლაპარაკებების საშუალება არ არის, სადღაც როგორც ულტიმატუმი დააყენა დრისკოლმა ხუთშაბათისთვის ზელენსკიმ ხელი უნდა მოაწეროს. აი ახალი კვირის ხუთშაბათი იგულისხმება ამ ხელშეკრულებას და ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები ვერ გეტყვით. მე შემიძლია გითხრათ რუსების პოზიცია, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მათ საბრძოლო დინამიკა აბსოლუტურად აწყობს, თუ არ შედგება ესე იგი მოლაპარაკება, რაც მიმდინარეობს, მათ აწყობს და მათ არცლად არ ეჩქარებათ. გითხრათ სიმართლე, ხაზს უსვამ. მოდით ასე ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ რომ დეტალები უამრავია, მაგრამ ჩვენი მთავარი სათქმელისთვის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, როდესაც მას მოახსენეს ზელენსკის რეაქცია, თქვა, რომ უკრაინა აგებს ამბობს და არანაირი შანსი არ არსებობს. ამიტომ ეხლა არის საუკეთესო საშუალება ხელი მოეწეროს ამ მშვიდობის ხელშეკრულებას. რაშია საქმე, რატომ უცებ შეიცვალა სიტუაცია? იმიტომ რომ აშკარად ჩანს, რომ ტრამპს დაუდეს რეალური სურათი იმისა, რაც უკრაინის ფრონტზე ხდება. საერთოდ რომ არ წაიღოს რუსებმა უკრაინა და თუ სამშვიდობო ხელშეკრულება
გონი როგორც იქნა დავბრუნდი ეთერში და გავაგრძელებ საუბარს რამ გამოიწვია ეს ყველაფერი გასაგებია თუ ასე გაგრძელდება ნელ-ნელა რუსეთი მთლიანად შეძლებს უკრაინას და ამას მე ვფიქრობ რომ შეერთებული შტატები კარგად გძნობენ ამიტომ მიდიან რაღაც შეთანხმებაზე რომელიც ლოგიკური თვალსაზრისით სულაც არ წარმოადგენს რაიმე ისეთ რევოლუციურ რამეს უსაფრთხოების გარანტიები იქნება ყველასთვის მათ შორის რუსეთისთვის ევროპისთვის უკრაინისთვის გასაგებია უკრაინელთა მდგომარეობა, გასაგებია ევროპელთა მდგომარეობა, რომელიც ნახეთ ცნობილი ევროპული გაზეთები დღეს მოდი შევაჩეროთ ტრამპის ბანდა და ასეთი შეფასებები არის, იმიტომ რომ ევროპელებს არ გამოუვიდათ შეერთებული შტატების ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში და ეს ყველასთვის კატასტროფა იქნებოდა, ამიტომ ამერიკელები ძალიან პრაგმატულად იქცევიან სამწუხარო ის არის რომ უიტკოფმა რომელიც სულ ახლახან გადააყენეს უცებ დადო პოსტი რომელშიც დაწერა თუმცა მალევე გააქრო რომ არსებობს საიდუმლო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით მე არ ვფიქრობ რომ ეს საქციელი მაღალი რანგის ჩინოვნიკს ეპატიება ისევე როგორც ბოლტონი იქცეოდა უიტკოფიც დაახლოებით ისე მოიქცა შენ იმიტომ ხარ მაღალი ჩინის და ქვეყნის უმაღლეს პირთან დაახლოებული რომ არსებობს გარკვეული ისეთი საქმიანი ინფორმაცია რომელიც ფართო მოხმარებისთვის არ არის საიდუმლო მოლაპარაკება ამას დღეს მნიშვნელობა არ აქვს ფაქტის სახეზეა მე ვერ გეტყვით დარწმუნებით რომ ყველაფერს ხელი მოეწერება ყოველ შემთხვევაში ეს ხუთშაბათს თუ დათანხმდება ზელენსკი შემდეგ რუსებთან უნდა დაიწყოს ის პროცედურები და ეს ჯერ კიდევ კარგა ხანს გასტანს ანდა თუ ისე ხისტად როგორც ამერიკელები იქცევიან ამერიკელები ამბობენ არავით არის მოლაპარაკებები არავით არის გარჩევა არავით არის დეტალები ეს არის გეგმა რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს უკრაინამ ევროპის აზრი არავის არ აინტერესებს აი ის ჩემი წლების განმავლობაში ახსნა იმისა, რომ ევროპა არაფერს არ წარმოადგენს. პოლიტიკური თვალსაზრისით არარაობა, ამას მე გეუბნებით ანალიზის დაკვირვების საფუძველზე და არა ის, რომ მე მიყვარს თუ არ მიყვარს ევროპა, მე მიყვარს კლასიკური ევროპა, მაგრამ არ მიყვარს ეს ნეოლიბერალური გადაგვარების გზაზე შემდგარი ევროპა და ჩემი ქვეყანა სულაც არ მინდა რომ ოდნავ მაინც მოიაზრებოდეს ამ ჭაობში რაც დღეს ევროკავშირი ქვია და მისი პოლიტიკურ რომ იტყვიან ლიდერებს კი ხედავთ და აქ ჩვენ ამას იმიტომ ვლაპარაკობ რომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ერთ რამეზე დააკვირდით უკვე მეოთხე წელია ხო მიმდინარეობს საომარი მოქმედებები რა შეფასებებს აკეთებდნენ ეგრეთ წოდებული ქართველი პოლიტიკოსები. ოპოზიცია ხელისუფლება ერთნაირია, მაგათი გარჩევა არ შეიძლება. ერთიც მცდარი იყო, მეორეც მცდარი იყო. იყო ილუზიები. ეხლა მე მინდა ეს არა კრიტიკად ვაქციო, არამედ გასააზრებლად გეუბნებით. შეიძლება საღი ადამიანები ხმას აძლევდნენ არასერიოზულ ადამიანებს, რომლებსაც ელემენტარული წარმოდგენა არ გააჩნიათ პოლიტიკაზე და მსოფლიო მასშტაბის ცვლილებებში ვერ ერკვეოდნენ იმაში თუ რა მოხდა უკრაინაში, რა იყო საფუძველი ამ კონფლიქტისა, რატომ გათამაშდა ეს სცენარი, რატომ შეიცვალა დღეს ეს სცენარი, ამის ნაცვლად ჩვენ ყავს ხელისუფლება და ჩვენ ყავს ხელისუფლების ნაწილია ოპოზიცია, ეს ერთიანი თამაშის წესია,
რომელიც აცდენილია დღევანდელობას, აცდენილია კოორდინატა იმ სისტემას, რომელსაც შეიძლება ჩვენ უწოდოთ 2025 წლის ბოლო კოორდინატა სისტემა და ჩვენ ხედავთ ისევ და ისევ მისწრაფებას. დღეს ერთ-ერთი ჟურნალისტი მირეკავს, ჟურნალისტებიც ჰაერში არიან სადღაც გამოგონილ სამყაროში და მეუბნება რომ კომენტარი უნდა გავაკეთო იმაზე რომ აი ასოცირების ხელშეკრულება რომ არის ევროპასთან თურმე ხელისუფლებაში უთქვამთ რომ აქედან დაგვავალეს ჩვენ რომ სახელმწიფო შესყიდვები ერთ უწყებაში უნდა იყოს 10 წლის 11 წლის მერე ხელმოწერიდან ეხლა მთავრობას თურმე გადაუწყვეტია შექმნას იმის გამო რომ ამ სულელურ ხელშეკრულებაში რომელსაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ქვია და რომელსაც არანაირი შედეგი საქართველოსთვის არ მოუტანია და არ მოუტანს ეხლა შექმნილ სიტუაციაში ერთი უწყება იქნება. მე არ გავაკეთე კომენტარი უთხარი რომ რა მნიშვნელობა კორუფციის ჭაობში ცალ-ცალკე სამინისტროები იქნებიან ჩაფლული თუ ერთი ორგანო რომელსაც არაფრის უფლება არ ექნება რასაც დაავალებენ და ვისაც ეტყვიან რომ მისცენ ის სახელმწიფო შეკვეთა იმას მისცემენ და ჩვეულებრივად იქნება რა კორუფციის კონცენტრაცია ხდება, სხვებს წაართვეს ფულის კეთების საშუალება და ერთ ადგილზე გაუკეთეს ისევ ევროკავშირზეა საუბარი, ისევ ევროპისკენ მიდის ქართული სახელისუფლო პოლიტიკური წრე. ის კი არა რომ დაელოდოს თავისი ქვეყანა გააძლიეროს, განავითაროს, დაელოდოს თუ როგორ ჩამოყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და ახალი გეოპოლიტიკური ვითარება უკვე ჩამოყალიბდა, ეს არის რომ ქართული პოლიტიკა ამას ვერ ხედავს საუბედუროდ, წლებია ვსაუბრობ ამაზე. ევროპისკენ გეზის აღება დღევანდელი ევროპისკენ ნიშნავს შენი ქართული სახელმწიფო ჩააგდო იმ მდგომარეობაში საიდანაც იმ ჭაობში საიდანაც ის ვერ გამოვა ვერანაირად. გეუბნებით, გიხსნით ფაქტის წინაშე შეერთებული შტატები იღებს გადაწყვეტილებას და ღია ტექსტით არის ნათქვამი რომ რუსებთან არის შეთანხმებული ყველაფერი ევროპის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტში, სადაც ჩართულია მთელი ევროკავშირი, ჩართულია ნატო, უზარმაზარი ფული აქვს ჩატვირთული, 9 ტრილიონი ფულია ჩატვირთული, კორუფციული სკანდალია უკრაინაში, იცით, არანორმალური, ესეც ალბათ მოამზადეს ნიადაგი, რომ ზელენსკის უკან დასახევი გზა არ ქონდეს, თუმცა ზელენსკის არც ამ შემთხვევაში მისცემენ იგივე ის ნახეთ დასავლურ პრეცაში გაჩნდა ტერმინები ბენდერელები, ანუ ბენდერას მიმდევრები თურმე უკრაინაში ფაშისტები ყოფილან და თურმე ბანდერას მიმდევრები ყოფილან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და უზარმაზარ ტერიტორიულ წარმონაქმს რომელსაც ქვია ევროკავშირი ნატოს რომელიც არის ეგრეთ წოდებული ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი. შეერთებული შტატები არ ეკითხება არაფერს, აკი გეუბნებოდით რომ დასავლეთი ეს არის დღეს შეერთებული შტატები. ნატო არავინ არ არის, ევროკავშირი არავინ არ არის. არსებობს სამი მთავარი ქვეყანა, სადაც სამივე დაალაგებს ამ სიტუაციას აშკარა. ეს არის შეერთებული შტატები, ეს არის ჩინეთი და ეს არის რუსეთი. სხვა ვერავინ ვერ ჩაერევა ამ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებაში და ეს კონტურები უკვე გამოსახულია. კიდე გეუბნებით, თუ ჩვენ საღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, სად მივდივართ? მესმის რომ მივდიოდეთ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ხო? ერთი ამას ძალიან მაგარი პროფესიონალური პოლიტიკური აზროვნება ჭირდება და ძალიან სერიოზული ხალხი ჭირდება საქართველოს ხელისუფლების სათავეში და არა
ის საწოდაობა, რასაც ჩვენ ხელისუფლების სახით ვუყურებთ და ვხედავთ, რაზეა თავარი აქცენტი. თავარი აქცენტი არის პირად ინტერესებზე, თავარი აქცენტი არის რაღაც საქართველოს გამოყენებაზე, დასავლეთთან სავაჭროდ თუ სხვასთან სავაჭროდ, პირადი მიზნების დაკმაყოფილების მიზნით, თუმცა ეს პირადი მიზნები ქართულ სახელმწიფოს არანაირად არ მოდის ინტერესებთან და შესაბამისად საქართველო მიდის თავისი გზით უბედურებისკენ, მიგრაციისკენ, დემოგრაფიული კდომისკენ, მსოფლიო იცვლება ჩვენ თვალწინ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კი რაღაც კატასტროფულ მოთხოვნებს აყენებს, აირეთ თუ გნებავთ იმ რუსთაველის პროტესტები, რომელიც ამ საკოორდინატო სისტემაში არ ჯდება, ხასუსვამ არ ჯდება, ეს არის კარგად ორგანიზებული, სრულიად სხვა მიზნის პროტესტები, რომელიც არაფერს არ აკონტროლებს, არაფერს არ აპროტესტებს, რაც ქვეყნის შიგნით ხდება. ერთადერთი არჩევნები გვინდა და მეტი არაფერი, სხვა არაფერი. რომელი არჩევნები? სიები დაუზუსტებელია, კანონმდებლობა უკუღმართია, CSKO გაყალბების დიდ ოსტატია. რა შანსი გააჩნია დღევანდელ ოპოზიციას მაშინ, როდესაც მისი წამხდარი პოლიტიკური ორგანიზაციები მიწასთან არის გასწორებული და რაიმე რეალური ძალა, რომელიცაც შეუძლია სახელისუფლებო რესურსს დაუპირისპირდეს, არ არსებობს. ამიტომ ვამბობთ ჩვენი ქართული გაერთიანების იდეის ავტორები, რომ აქ ამ პოლიტიკურ სპექტრზე იმედის დამყარება, რომ აქედან რაიმე გამოვა, აქედან არაფერი არ გამოვა. კიდე გეუბნებით, მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე აქ ვიქნები, სანამ ღმერთის ნება იქნება და არ გამოვა ეს გამოვა საღი ქართველების გაერთიანებით, არა რაღაც პარტიაში. პარტია და ესენი ინსტრუმენტებია, თუ საჭირო იქნება ეს ინსტრუმენტები, ოდესღაც ჯერ მანახეთ რა ძალა ის, რასაც საღი ქართველები ქვია, მათ შეუძლია მხოლოდ შეაჩეროს და წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ამ სრულიად არასწორ გადაწყვეტილებებს და ჩააყენოს იგი იმ კალაპოტში ახალი არჩევნების დანიშნამდე, კარგი კანონმდებლობის მიღებამდე და შეგვეძლოს ნორმალურ ვითარებაში გადავიდეთ და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. კრიზისიდან გამოსვლის არანაირი საშუალება საქართველოში გარდა საღი ქართველების ნებისა არ არსებობს. ვერანაირი კიდე გეუბნებით, მე არაფერი პრეტენზია არ მაქვს, ყველა პარტია თავისთვის არსებობს, კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს მათი ნება, მე გეუბნებით რეალობას. მე გეუბნებით იმას, რომ შექმნილი კრიზისული მდგომარეობა არ ტოვებს შანსს იმისა, რომ ამ ვითარებაში შესაძლებელი გახდება რაიმე სერიოზული ცვლილებები. იმისათვის, რომ უბედურებამდე არ მივიდეს საქმე და ასე თუ გაგრძელდება, ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა უბედურებამდე, ანდა ქართველები უნდა დახვდნენ იმას, რომ დაკარგავენ ამ ქვეყანას, ხო? საჭიროა კარგად გააზრება. თქვენ გეხართ ფაქტის წინაშე. კიდე გეუბნებით, რა მიგავს მე იმ ადამიანს, რომ მთელი საზოგადოების დიდი ნაწილი იყო მომართული სხვანაირად, როდესაც მე დავიწყე ამაზე საუბარი, შემდეგ მოხდა 2024 თებერვალს ის სამხედრო ოპერაციის დაწყება, მაშინაც ზუსტად გავაკეთე ანალიზები, საშინელი შემოტევები იყო, რას არ ავრცელებდნენ, ფეიკები, ვითომ წყალებში უცნაურსადავე ხალხის შეურაცხყოფები და ასე შემდეგ. კი, მაგრამ მე სწორედ ამ ჭაობის გარღვევა მინდა და იმიტომ ვარ საჯარო პირი, თორე რა ძალა მადგავს, მე არავისგან არაფერი არ მჭირდება. დააკვირდით იმ ხალხს, ვისაც თქვენ ხმას აძლევთ.
შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა იმ ადამიანებს მისცენ ხმა და საკუთარი ოჯახის და საკუთარი შვილების მომავალი ჩავრონ. გინდა ხელისუფლებას შეხედეთ, გინდა ოპოზიციას შეხედეთ. ესე იგი რაღაც დარღვეულია ხო მაგ? ამიტომ ეს უნდა გავარღვიოთ. საღი ნაწილი თუ არის გადარჩენილი და მე ღრმათა ვარ დარწმუნებული რომ გადარჩენილია, ჩვენ გამოვალთ ამ ჭაობიდან. თუ არა და გვართ ახალი რეალობის წინაშე. დასავლეთთან გაფუჭებულია ურთიერთობა ძალიან მაგრად. იზოლირებულია საქართველოს ხელისუფლება. რუსეთთან გაფუჭებულია ურთიერთობა. ჩინეთთან ვითომ მეგობრობთ და ამათ საპირწონეთ მოიგონეს, ამათვა წარმოიდგენიათ რა ქართული აზროვნება პოლიტიკაში, რომ ამერიკელებს და რუსებს სამხრეთ კავკასიაში, ესე იგი სურს შეაქცევ, პრაგმატულად კი არ ემუშავები და ჩინელებთან გააბავ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომ ჩუასწავლო ამ ორს, ესე იგი არ გვესმის რამხელა საფრთხის წინაშე ვაყენებთ ქართულ სახელმწიფოს. ეს არის დილეტანტიზმი, ეს არის უბიცობა პოლიტიკაში, ამიტომ დღევანდელი სიტუაცია აშკარად მიუმალეთ. ჩვენ რა მოგწონს, როცა მოვლენას ვაფასებთ, მნიშვნელობა არ აქვს. მე შეგნებულად ვარ საჯარო პირი, 30 წელია. ვიცი რა მინდა, ვიცი რატომ ვიქცევი ესე. შევაფასეთ, მითხარით რომელ ეტაპზე დაუშვი შეცდომა, ამათ თავს არ ვიქებ, ღმერთო დამიფარე, რაც მჭირდება, ამიხსენით, ურთულეს მდგომარეობაში თავი დავაყენე დარტყმის ქვეშ, ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ, თქვენ გონიათ, მე იოლად ვიტან იმას, რასაც მესმის ამ გათახსირებული ხალხისგან, ან ვიღაც ესე იგი არარაობებისგან, რომელიც ხან შემოვარდებიან ახლაც იშვიათად, მაგრამ არის? არა. მაგრამ ასეა, ეს არის ნებაყოფლობითი, ამიტომ დგავართ ძალიან სერიოზული ფაქტის წინაშე. მე ვისურვებდი, რომ კონფლიქტი დასრულებული იყო, თუ გნებავთ შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 28 პუნქტიანი რატომ? ნახეთ, იქ 300 მილიარდიდან, რომელიც რუსების არის, 100 მილიარდი წავა უკრაინის აღდგენაზე, თუ ყველაფერი ხელი მოეწერა ისე როგორც არის. ფაქტიურად რა გამოდის? რუსები ყიდულობენ იმ მიწას, რომელიც ყოველთვის რუსეთი იყო, მაგრამ რატო 2-3 დღეში არ დაიპყრო და აი მე მომაწერენ იმას, რომ მე ვთქვი 24 თებერვალს ძალიან მარტივი რამ, თუ 25 თებერვალი იყო 2020. უკრაინის განადგურება სჭირდება საათნახევარი მაქსიმუმ. ჭირდება. მაგრამ მე არასდროს არ მithქვამს, რომ საათნახევარი ვერ გაანადგურებს საათნახევარში, უბრალოდ მიზეზის გამო რუსებია, ის უკრაინელებთანაც არ წყვეტს კავშირს, იმიტომ რომ ბევრი უკრაინელი არ იქნება იმ დასავლეთ უკრაინელების ჭკუაზე და არ ჩაიგდებს თავის თავს სამომავლოდ, იმიტომ რომ უკრაინას აქვს პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ ამ საზღვრობას, რაცაც ზელენსკის ხელისუფლება ქვია, მოიცილებს და რაღაც გონიერ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ესე იგი, ნახეთ, პოლიტიკაში გითხარით და ყოველთვის პოლიტიკაში არსებობს ძალა. ან ხარ ძალა, ან ხარ არავინ, ან ხარ მეზღაპრე. ევროკავშირი არ არის ძალა, თქო გეუბნებით. ევროპის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში კონსულტაციისთვისაც კი არ კითხეს არაფერი. ეუბნებიან, ეს ასე იქნება, თქვენი აზრი არ გვაინტერესებს. New York Times-მაც დაწერა, Financial Times-მაც დაწერა, ევროპულმა გაზეთებმაც დაწერეს, ეს ხო ისეთი გაზეთებია, რომლებიც მსოფლიოში ცნობილია, ხო? უცენზურო სიტყვებს იყენებდა ამერიკის წარმომადგენელი. რატომ? იმიტომ რომ ამერიკელებმა ზუსტად იციან დღეს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინაში შეუძლებელია, თვითონ არ ჩაებმებიან ომში,
ევროპას უნდა ომი და კი ბატონო აგერ არის ბურთი და მოედანი და ეს ნატო და ეს ევროკავშირი იბრძოლონ, კი ბატონო, თქვენ დაინახავთ რა მოხდება. ამიტომ ამერიკელები გადიან ამ თამაშიდან, ღიად განაცხადეს, ასე იქნება, დანარჩენი 200 მილიარდი რუსული ფულისა რუსეთ-ამერიკის ერთობლივ პროექტებში იქნება ჩადებული. რა გამოდის ეს? ესე იგი, რუსები და ამერიკელები თანხმდებიან სერიოზულ თანამშრომლობაზე. მე გითხარით, რომ შეთავაზებები იყო ერთობლივად დამუშავება რუსეთის უზარმაზარი სიმდიდრეებისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არქტიკაში ერთობლივი პროექტების განხორციელება, იმიტომ რომ უკრაინის ამბები და ყველაფერი რომ დასრულდება, ყველაზე მთავარი დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს იქნება არქტიკის უზარმაზარ სიმდიდრეებთან დაკავშირებით, სადაც დომინირებული მდგომარეობა დღეს რუსებს უკავიათ. ამიტომ კონფლიქტს მე ვფიქრობ, რომ სიმდიდრე ყველას ეყოფა, ამერიკელებსაც, რუსებსაც, სხვებსაც, ვინც გონივრულად ითანამშრომლებს ამ ქვეყნებთან, ყველასთვის საკმარისია, იმიტომ რომ მარტო რუსეთში მოძიებული სიმდიდრე, რაც არის ზუსტად რომ არის ცნობილი, არის 84 ტრილიონი დოლარის, რაც არ არის მოძიებული სხვა რამეა. არქტიკაში კიდევ უფრო დიდი სიმდიდრეა. ამდენად წარმოიდგინეთ ახლა კონფლიქტის მთავარი მიმართულება არის, რომ რუსეთი ერთპიროვნულად ამ არანორმალურ სიმდიდრეს არ ფლობდეს. რა კი ომით არაფერი გამოვიდა და უკრაინა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ მოესინჯათ შეიძლებოდა თუ არა რუსეთის დამარცხება, არ გამოვიდა, უკრაინელები სწორად ცამენ, რისთვის ვიბრძოლეთო? რა გამოდისო? ესე იგი, ევროპაშიც და უკრაინაში ერთნაირად აფასებენ, ეს არის კაპიტულაცია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის კაპიტულაცია, მაგრამ ეს არის ყველა იმ მთავარი პირობის დაკმაყოფილება, რომელსაც რუსეთს თავიდანვე ჰქონდათ. თუ უკრაინა ნატოში არ შევიდოდა, რუსები სულაც არ იყვნენ წინააღმდეგი. გინდა ამ უბედურებაში შეყო თავი, რასაც ევროკავშირი გინდა იქ იარაღი არ იქნება და თავის დაქცევა გინდა შეხვალ, კი ბატონო, იქ რაც გექნება დაინახავ იმასაც. იგივე ქართველ ვითომ შინ მიმავალს ვეუბნები. ფანტასტიკური ქვეყანა გვაქვს, საოცარი პერსპექტივა გვაქვს, უძლიერესი, ძალიან ღონიერი, ფუნქციურად დატვირთული სახელმწიფო შეიძლება გქონდეს და არაბული ინვესტიცია აყვავებს ქვეყანას, ამ იდიოტობას რო ხელისუფლება გეტყვის. როგორი უნდა იყოს დაჩლუნგებული ადამიანი, რომ ამას შეხაროდეს, რომ არაბი მოვა აქ, ააშენებს საცხოვრებელ სახელს და შენ კარგად იცხოვრებ, ხო? უფრო დილეტანტური ტყუილი, პროფესიული ტყუილიც კი ვერ თქვა ხელისუფლებამ. რატო? იმიტომ რომ ათზე არ არის არც ეკონომიკაში და არც ფინანსებში. წარმოდგენა არ აქვს. გუშინ წინ დავწერე. რა წარმოდგენა უნდა ქონდეს ხალხს? განათლების მინისტრად შაშკინის მოადგილე იყო კაცი პენიტენციალურ სისტემაში. და მერე ადეიშვილის მოადგილე იყო, თუ იქ ერთ-ერთი მასთან დაახლოებული თუ თანაშემწე და ის დაგინიშნეს განათლების მინისტრად. უფრო მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს. სასამართლომ ადეიშვილი გაამართლა, არაფერი არ ჩაუდენია, მე მგონი მე ვარ დამნაშავე, ხო სწორია იქ რაც მოხდა, მე ჩემი ბრალია, ხო. ადეიშვილი არაფერი შუაში. ადეიშვილი რომ ყავდა, იმიტოზის ის უბედური სააკაშვილი იმ ციხეში და იქნება კიდე კაიხანს იქ. 6 თვე არ იჯერებდა, რატომ ზის ციხეში, ვინ მოატყუა, ვინ შეახუჭუჭა ეს შუქურა ვარსკვლავი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსი. აუხდა ჩემი სიტყვები, აი ახლა თუ უსმენს მის კაბინეტში ვიდე უთხრი, დაიღუპები ბიჭო. არ შეიძლება ამნაირი ხალხით მოხვიდა ხელისუფლებაში, ეს ურთულესი საქმეა. მოვიდა, დედაუტირეს, ციხეში ზის,
ადეიშვილმა ერთხელ ვარი უთხრა ფლათ უფროს დიდ პოსტს თავაზობდა და არაო ახლა ალბათ როგორც ამბობენ ვიცე-პრემიერად უნდა თუ არ ვცდები რომ მოიყვანოს და არ ვიცი თუ იმდენად შტერია ადეიშვილი 4.5 წელი უყურებდი ადეიშვილს ერთ დარბაზში და ურთიერთობა რა მე რა მქონდა საკონფლიქტო მაგათთან ვიცი რაღაც კომიტეტის თავმჯდომარე რომ ვიყავი რაღაც შეხებები მქონდა და გითხრათ სიმართლე ვერაფრით ვერ გამიგია ბიძინა ივანიშვილი რატო აქებს ამ კაცს ჭკვიანიაო ხო ესე იგი ჭკვის დეფიციტმა იცის ეს როდესაც ადეიშვილი ჭკვიანი გონია შტერი არ არის მაგრამ ჭკვა რაც ქვია ვერ გავიგე ის რაც აკეთა ის ციხეები ის სასამართლოს გათელვა თვითონ იყო მოსამართლეც ყველაფერით გასაგებია სისტემის პარკლებში და ეხლა სასამართლო იმიტომ ამბობ მე არანაირი სასამართლო საქართველოში არ არსებობს თუ ახლა თანამდებობაზე მოიყვანეს და ქართველებს დააჯინეს თავზე აი მაშინ იქნება რომ მიტყვიან კლად საინტერესო რაღაცები მაგრამ მე რატო გეუბნებით ამას მე მხოლოდ საუბრობ ქართველებისთვის საღი ქართველებისთვის მე არ მაინტერესებს ის სეთურის ბრბოდ ქცეული ხალხი ამასაც ჩაყლაპავს ის სეთურის ბრბო და აქეთ მოგვედავებიან იმასაც გეტყვიან შენ კაცო ადეიშვილს როგორ აკრიტიკებო ასე იცის გონების დამთხევა ბრო და დამთხეული გონება რომ გექნება ამიტომ პოლიტიკური შეცდომები როცა ქვეყანაში კრიზისია ეკონომიკური შეცდომები როცა ქართველებისთვის აქ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო არ არის და ისინი იძულებული არიან გადაიხვეწო სტრატეგიული შეცდომები არა უბრალოდ ქვეყნის მომავლისთვის არამედ ეკონომიკაში როდესაც შენ არაბი უზარმაზარი ფულის პატრონი შემოყავს და უზარმაზარ ტერიტორიას ყიდი მასზე და ამას ასაიდუმლებ და სულელური არგუმენტი მოყავს რომ კომერცია რა არის კომერციული საიდუმლება ვერ გავიგე ფინანსურად რა იქნება იმის დამალვა შეიძლება რაღაც მუხლი შეიძლება დამალო გაასაიდუმლო რაღაც ურთიერთობას თქვია მაგრამ რას ქვია წილები თუ ცნობილია 67% და 33% ამიხსენით ერთი ფინანსური მაჩვენებლები კობახიძემ რა იცის ამ ფინანსებიან ეკონომიკა რაც იცოდა ისიც არ იცის კონსტიტუციონალისტი ვარო რა კონსტიტუციონალი ხარ ბატონო ირაკლი შენ არ შეიტანე ის იდიოტიზმი რომელი მუხლია 78-ია ხო ნატოში და ევროპაში შევდივარო სად შეხვალ ერთი დაგინახავ და ასეთი იურიდიული კაზუსები კიდე უამრავია ამიტომ ნახეთ რა ხდება სხვა რამე ხდება მსოფლიოში და საქართველოში სხვა რამე დაღითქმება ეს რა გავაკეთოთ კიდე გეუბნებით ეს ქვეყანა არ არის ჩვენი ქვეყანა ჩვენ შეიძლება ხელისუფლების რაღაც ნაბიჯი არ მოგვეწონოს და გავაკრიტიკოთ და საღად გავაკეთოთ ეს მე ახლა არ ყვირი ვარ და არაფერი საღად გავაკრიტიკოთ კაცო ხელისუფლება არგუმენტებს გვეტყვის ვისაუბრებთ და შევჯერდებით ან ჩვენ დავიხევთ უკან და ვიტყვით არ ცოდნია რომ ინფორმაცია ასეთი იყო დიდი მადლობა გააგრძელეთ ან და თავრობა თუ ის გონიერია იტყვით გასაგებია აქ ჩვენ გაგვეპარა შეცდომა ეს დიალოგი მოსპობილია ქვეყანაში ჩაკეტილები კორუფციაში ჩაოხრებულები ბოლომდე ეხლა მე ერთ ისეთ რაიმეს ვიტყვით თქვენ რა გონიათ რატო დაუნდობლად თავიანთ თანაგუნდელებს და ძალიან მაღალი დონის ხალხს გაუსწორდნენ თუ შეიძლება ერთხელ მაინც თუ დასვით საკითხი რა მოხდა იგივე ყოფილი პრემიერის მიმართ იგივე უშიშროების მინისტრის მიმართ იგივე სხვა რამის მიმართ მე ამ ცოტა ხნის წინ დავდე ირინა ტორენჯაძესთან ცნობილი ფემინისტია, მაგრამ როგორც ჟურნალისტი, ძალიან მაღალი დონის ჟურნალისტი აღმოჩნდა. თითქმის 2 საათიანი ჩემი შეხვედრა, რომელსაც უამრავი უკვე 98,000 გადაცილდა
ნახება, მე გავხსენი ბევრი ისეთი რამ, მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ახალგაზრდებში გამოიწვია უდიდესი, მე იქ ბოლოს ავხსენი რა პრობლემები გააჩნია არაფორმალურ მმართველობას და ვახსენი ერთი რამ. ერთხელ იყო უკვე ჩახსნა ბიძინა ივანიშვილისა. მაგრამ რა რიცით? თუ გახსოვთ გეკაჩეპე რომ მოხდა საბჭოთა კავშირში, ვითომ გადატრიალება, ხელი რო უკანკალებდა იმ გადამტრიალებლებს, ხო? როგორი უვარგისები იყვნენ, ისინი ისეთივე უვარგისები იყო ის ხალხი, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ არაფორმალური მმართველობის ჩამოცილება. ეხლაც გეტყვით ისეთ რაიმეს, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ მეორეჯერ მოინიშნა და იყო მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ჩახსნისა. მაგრამ თვითონ ვერ გააკეთეს ეს და ეხლა კორუფციული რამის გამო არიან კაი მაგარ რომ იყვნენ ტყლაპოში, იმიტომ რომ ყველა საქმეს გამკეთებელი ჭირდება. ამიტომ არ იფიქროთ აქ რომ მარტივათა საქმე, არაფორმალური მმართველობა ყოველთვის იქნება არასტაბილური, ყოველთვის იქნება კორუფციული და ყოველთვის იქნება ბალანსებზე ამ არაფორმალური მმართველის მიერ აგებული, იმიტომ რომ მას არაფერი არ გააჩნია ბერკეტი გარდა ტელეფონისა. ტელეფონი რომ გაუთიშონ არაფორმალურ მმართველს, ის კატასტროფის წინაშეა. და რაზმი რო გაუშვან დასაკავებლად, ეს უკვე მთლად ის იქნება. ამიტომ ჩვენ ვართ როგორ იცით პოლიტიკურ რუსები ამბობენ ტრუბაში. ვიცით ტრუბაში რო გაეჭედები, მილში რო გაეჭედები, ხო? ისე გაჭედილია ეს ქვეყანა, ძალიან მძიმე მდგომარეობა. მე მოგმართავთ ყველას, სოფლიო იცვლება. პოლიტიკა არ არის ის, რაცაც ვინმე ფიქრობს და მოწონს. ევროპა უნდა, ამას ევროპა უნდა, ვინ გიშლის, კაცო. მაგრამ აიყვანო ეს იდიოტიზმი ქვეყნის პოლიტიკის რამში, როდესაც გეოპოლიტიკური შეზღუდვები ამის საშუალებას არ გაქვს. დამთავრდა ნატოს ოცნება, ხო? უკრაინა ვერ შევა ნატოში ვერასდროს. საქართველოს შევა. ევროპაში შევა თუ არა, ეს კიდე საკითხავია და დიდი ალბათობით ვერ შევა ვერსად, ისევე როგორც ვერსად ვერ შევა საქართველოს. თუ რაღაც სასწაული ამ ეტაპზე ვეღარ მოხდება. სამი მთავარი ქვეყანა შეთანხმდა როგორც ჩანს მთავარზე, შემთხვევით არ დაწერდა უიტკოფი, რომელიც უშუალოდ იყო ტრამპის წარმომადგენელი უკრაინის საქმეებში. არსებობს საიდუმლო გეგმაო. მე როგორც ჩანს ააღებინეს ეს ყველაფერი. რა მნიშვნელობა იყო საიდუმლო გეგმა თუ არ იყო? ორი ქვეყანა ერთმანეთს ვერ დაეტაკებოდა. შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთს ომში ვერ დაეტაკება. რატომ? ყველასთვის დასასრულია. ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაჯახება ბრძოლის ველზე არ შეიძლება. რა რჩება? მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რუსებმა ახალი სტრატეგიული იარაღი გაახმიანეს. ვინ არის თვითმკვლელი? აი ევროპა და უკრაინა. ესენი არიან თვითმკვლელები. რა თქმა უნდა, უსუსური თვითმკვლელის როლში გამოდის დღეს საქართველოს. ამ ხელისუფლებას თუ მიუშვებთ ჩვენ, ეს ქვეყანა დაიღუპება. ამიტომ გეუბნებით, თვითმკვლელი ხელისუფლებაა, რომელიც აცილებულია დროს, აცილებულია მიმდინარე პროცესებს, წარმოდგენა არ აქვს და რას აცხადებენ ევროკავშირთან, ესე იგი ამონათებენ ევროკავშირს, რომ რა შუაშია ევროკავშირი. ევროკავშირი საერთოდ რას წყვეტს მსოფლიოში? არაფერს არ წყვეტს. აბა ჩვენ რა გვინდა ამ ევროკავშირთან? არ შეიძლება რომ იყო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და ევროპასთან, ევროკავშირთან ქონდეს კარგი ურთიერთობა. სად მიძვრებით? ჯერ ერთი ვინ შეგაძვრენს ამ ნაგავში? კიდე გეუბნები, დასაღუპად გამზადებულ ნაგავში. რატო უნდა გინდოდეს იქ შეძრომა? ხო ხედავთ, წაიკითხეთ ევროპული პრესა რა დღეში, რამის სიგიჟემდე არიან მისული. ნახეთ რა სიტყვებს იყენებენ ამერიკელების წინააღმდეგ. და თქვენ გონიათ ამერიკელები ადგინდა რუსებს კოჭი გაუგორეს ახლა და ესე იგი რუსების სხვა გზა არ არის.
სხვა გზა კატასტროფაა. რა არის გაუგებარი? თუ ეხლა არ გააჩერებენ რუსებს და ამ ტერიტორიებით არ დააკმაყოფილებენ, ვერავინ ვერ ჩაერევა, ვინ ჩაერევა განადგურდება. ამერიკელები არ ჩაერებიან, გიჟები არ არიან. ამერიკა, რომელსაც არაფერი ემუქრება შეერთებულ შტატებში, უკრაინაში ვერაფრით ვერ ჩაერევა, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს საშინაო. გერმანებს უნდა ფაშისტ მერცს უნდა ჩარევა, ჩაერიოს მე. მაკრონს უნდა ჩარევა, სტარმერს უნდა ჩარევა, სტარმერს ინგლისი ენგრევა თავს. ნახეთ რა სტატიები დავდე, ერთ-ერთი ცნობილი გავლენიანი ბრიტანული გაზეთისა. 75%-ია იმის ალბათობა, რომ ბრიტანეთი, დიდი ბრიტანეთი ბანანის რესპუბლიკად გადაიქცევა. თუ იქ არჩევნების გზით მემარჯვენე რეფორმატორები არ მოვიდა, ქვეყანა დაღუპულია უბრალოდ. მსოფლიოს უძლიერესი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში რომ არ არსებულა, მისი დაშლიდან 50 წლის მერე განადგურების პირას. ახლა გეკითხებით, ქართული სახელმწიფო დღემდე თუ არის, გასაგებია რაღაც ორ შემთხვევაში, როცა გამქრალი ვიყავით, გეოპოლიტიკურმა ინტერესმა გადაგვარჩინა, მაგრამ ქართველების მებრძოლმა სულმა გადაგვარჩინა, ამ ფანტასტიკურმა კულტურამ გადაგვარჩინა, ამ სარწმუნოებამ გადაგვარჩინა, ამას როგორ იოლად უყურებს 33 წელი ტვინამღვრეული საერთოდ ამ დამპალი იდეოლოგიიდან განადგურებული ხალხი, ძირითადი ნაწილი რუსთაველზე რო გადის, როგორ იოლად უყურებ თქვენ კულტურას. თვითმყოფადობა არის გადარჩენის საფუძველი. ჩვენი წინაპრები, კიდე გეუბნებით, არც ერთ დიდ მსოფლიო რელიგიას მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მე მგონი იმას აქში ვარ, რომ თავის დროზე დაუთმედრო და ყურანიც კარგად ამაქვს წაკითხული და თორაც და სხვა რამეებიც. შენი წინაპარი ქართველებს მიმართა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო და თავსებადობა ყოფილიყო ფსიქოლოგიური, კულტურული და ასე შემდეგ ისლამს მიიღებდა. ვერ მიიღო, არ მიიღო. იმიტომ არ მიიღო, რომ არათავსებადია. ჩემს ქართველ თანამემამულეებს უდიდესი პატივისცემა, ვინც მუსულმანები არიან, მაგრამ მე გეუბნებით მთლიანად ერის სხეულზე, მათ ჩემი დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ მე არ შემიძლია გავარჩიო ჩემი თანამემამულე, რომელიც სარწმუნოებისაა, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ მე გეხსნით ფაქტს. დღეს გადადგა ასეთი ნაბიჯი და მოდით ახლა ავხსნათ მთავარი მომენტი, რატომ არის წამოწეული მუსულმანური თემა ევროპაში და ახლა წამოსწიეს ამერიკაში. მე რამდენიმე პუბლიკაცია დავდე, ნახეთ იქ მიჩიგანის შტატის ქალაქი და შემდეგ ნიუ-იორკის, ნახე ნიუ-იორკის მერმა და ტრამპმა ერთმანეთს ძალიან მაგარი შეურაცხყოფები მიაყენეს, მაგრამ გუშინ თეთრ სახლში ისინი შერიგდნენ, იმიტომ რომ სხვა გზა პრეზიდენტს არ აქვს, ვერაფერს ვერ უზამს. ის ახალგაზრდა საკმაოდ განათლებული ადამიანია, მე რა რომ მუსულმანია, მას თავისი შეხედულებები აქვს და ასე შემდეგ. საქმე რა შეეცით? აქაც არის ის, რასაც სიონიზმი ქვია. ჩემი პატივისცემა ებრაელ ხალხს, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ სიონიზმის სხვა რამეა, ცოტა ის ებრაელების ტერიც არის. შეერთებულ შტატებში შეინიშნება ანტისემიტიზმის ზრდა, აშკარად. აი ეს ანტისემიტიზმი რომ გადაეფარათ, ეს ძალიან გავლენიანი ხალხი ისლამიზაციის საფრთხეს წევს წინახაზე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს როგორც ევროპაში, ისე სხვანაირად შენ ძლავ ქვეყანას, რომელიც შენ არ გემორჩილება და შენი მართვის სადავეებიდან გადის, ვერ დაანგრე. შენ ამითი უნდა დაანგრიო. როგორ დაანგრიეს კლასიკური უძლიერესი ევროპული ცივილიზაცია, ნეოლიბერალიზმი, ეს ნეოტროცკიზმი ფაქტიურად შეუგდეს. LGBT პროპაგანდა გააკეთებინეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრი სახი LGBT
დროშებით შეაფერეს ელექტრონულად, ვოუკიზმიო და 1000 სიბინძურე და მოირყა ქვეყანა. მოირყა, მაგრამ მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ ამერიკის შესახებ, რომ ეს ხალხი ასე იოლად, პურიტანები, შთამომავლები ასე იოლად დათანხმდებიან ამერიკის დაცემას. ამიტომ მიდით შიგა წინააღმდეგობა ძალიან სერიოზული. ევროპაში ეს წინააღმდეგობა ალბათ წინაა, იმიტომ რომ მე ასევე წლებია ვწერ იმის შესახებ, რომ კლასიკური ევროპა იმ უზარმაზარი კულტურის და ცივილიზაციის მატარებელი ხალხი ამ საზიზღრობას, რაც ევროპაში ხდება, ამ უვარგის ევროპას მართავს კალასი. მის საგარეო პოლიტიკას. ვიღაც კუბილასი მართავს ევროპის უსიშროებას, უსაფრთხოებას. ფონ ლაიენი ეს საერთოდ სრული პოლიტიკური ნონსენსი მართავს ევროკავშირს და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ხალხი აქ თავისი ნიჭის და უნარის მეშვეობით გაჩნდა, არა მოიყვანეს სწორედ ამ ევროპის დასანგრევად და ჩვენ ამ ნანგრევებში გვინდა შევძრეთ, მაშინ როდესაც სამხრეთ კავკასია მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია, შუა აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან ერთად და აქ არის ჩვენი მომავალი, კავკასიაშია ჩვენი მომავალი, კავკასიაში გჭირდება ფუნქციის აღება, კავკასიაში გჭირდება გაძლიერება, იმიტომ რომ დღეს კავკასიაში სტაბილურობის შემანარჩუნებელი და გარანტის მიმცემი სახელმწიფო იქნება უზარმაზარი პოლიტიკური დატვირთვის მქონე დიდ გეოპოლიტიკურ თამაში და შენ ყველანი ერთნაირად პატივისცემით მოგექცევიან. როგორ გავაკეთოთ ეს? ამას პროფესიონალიზმი ჭირდება. ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ და არა იმაზე, რომ გვატყუებდეს პრემიერ-მინისტრი, რომ აი აგერ არაბი ჩამოვა 6 მილიარდ ჩადებს და ჩვენ კარგად ვიცხოვრებთ. ქართველი განადგურებული განათლება, განადგურებული მეცნიერება, ქვეყანა დაცლილია. და არაბი მე კიდევ ვამბობ, ძალიან უხეში ვიქნებ. როგორი გამოთაყვანებული უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს დაიჯეროს. როგორი არარაობა უნდა იყოს ადამიანი, რომ არაბი აქ ქალაქებს ააშენებს და შენ კარგად იქნებ. შენ არც პროფესია გაქვს, არც განათლება გაქვს, არც მუშაობ, თუ მუშაობ რაღაც საცოდავ რამეზე და ჯდები სახში და უყურებ ამ იდიოტიზმს და ბედნიერად მიგაჩნია თავი, რა ბედნიერი ხარ, რომ ამნაირი ხელისუფლება გყავს და რა მაგრად იცხოვრებ, მაგრამ არაბების ხარჯზე. არა ხარ უტვინო, ახლა კიდე გეუბნე, ვისაც ეკუთვნის იმის სამართლო. სულთად, აი, გონება დამთხეული არა ხარ. ამიტომ ვამბობ, ჩვენ გვინდა საღი ქართველები. ქართველთა დიდი გაერთიანება არის საღი ქართველების გაერთიანება. ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ. ძალიან გონივრულად, ძალიან საღად. ძალა ვიქნები დიალოგზე წამოვიყვანთ ამ ხელისუფლებასაც, არაფორმალურ მმართველსაც კიდე გეუბნებით. არ ვიქნებით ძალა ამ ქვეყანას რა დღეში ჩააგდებენ, მალე დაინახავთ თქვენ თვითონ. ადამიანური რესურსი არ არის, არ გესმით? მე დღეს ვეცდები ამოვიღო ყველაზე საუკეთესო და სანდო მაჩვენებლები მოსახლეობის რიცხოვნობისა. 3.900.000 აჩვენეს ეხლა, ხო? აღწერით. საიდან კიდე გიკითხებით. რის ხარჯზე გაიზარდა? 2 წლის უკან 3.700.000 ხო იყო მოსახლეობა. აბა 200.000 საიდან გაიზარდა? საიდან გაიზარდა? გეკითხებით, უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება. მიგრაცია არ შეჩებულა, ათასობით ადამიანი გადის. მშობიარე ქართველთა რაოდენობა გითხარით, საქართველოს მოქალაქეებში 28%-ია. აბა გეკითხებით, მოსახლეობა 200.000-ზე მეტი კაცით როგორ გაიზარდა? პასუხი მჭირდება. მეტი კვდება, არ იბადება. ხალხი გადის ქვეყნიდან და მოსახლეობა იზრდება. თქვენ ვინახართ კიდე გეუბნები. აი თემები.
ცოტა დრო რჩება. ცოტა ხა ერთი კვირა და ორი კვირაზე არა ლაპარაკი, ცოტა დროა ჯამში. იმისთვის რომ ძალად ჩამოყალიბდეთ, რა გვინდა? გვინდა წესიერი ქვეყანა. გვინდა განვითარების გზაზე შემდგარი ქვეყანა. არ გვინდა ხელისუფლებაში დემაგოგები, არ გვინდა არარაობები კიდე გეუბნებით. მასხრად იგდებთ თავს. ყველა, იმიტომ რომ მე ვარ უფროსი თაობის ადამიანი. გავიარე ის ასაკები, რომელიც დღეს თქვენ პარლამენტში უყურებთ და იმ ასაკის ხალხი არ შეიძლება ხელისუფლებას მართავდეს. თითო როლა ვარსკვლავი შეიძლება იყოს 30-35 წლის ასაკში, იგიც არა პირველ როლებზე, არამედ 40 წლის ასაკში, არამედ გამორჩეული ასეთები იქნება. ეს კონტრმაგალითია და არა მაგალითი. ვიცადლებთ ხმას, კიდე გეუბნებით, არაფერი არ გენაღლებათ საკუთარი ოჯახი და შვილები თუ არ გენაღლებათ, მაშინ გასაგებია რა იქ. ამერიკის გეგმა მუჩვენა, სამყარო შეიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატები აიძულეს ევროპას ყოველგვარი განხილვისა და საერთო დარტოვებს პლატფორმასაც კი მსჯელობისა, ასე იქნება. ნახეთ დღევანდელი ევროპული გაზეთები. რა დღეში არიან. და თქვენ გინდათ, რომ ამერიკაც გადაკიდებული იყო, რუსეთს გადაკიდებული იყო და ჩინეთთან ვითომ მეგობრობდეთ და ამით გახვიდეთ ფონს და თან არაბები შემოიყვანოთ ქვეყანაში. რა არის ეს? რა ეკლექტიკაა? კიდე გეუბნებით, ეს რა პოლიტიკა? რაში წერია ეს პოლიტიკა? ვიფიქროთ, მალე ამ კვირაში ბევრი რამ გაირკვევა, თუ ხუთშაბათ ზელენსკის მოაწერინეს ხელი, ეს არის ერთი დიდი ეპოპეის დასასრული და ევროპაში ამ ეტაპზე ყოველგვარი ომის წყაროს გადაკეტვის ცდილობა, ღია უსაფრთხოების გარანტიები ყველას, ამაზე კაი რა შეიძლება იყოს, კაცო? არ შეიძლება ცალმხრივი გარანტიები, უკრაინაც მიიღებს გარანტიებს, თუმცა წერია, როგორც კი ერთ ნაბიჯს გადადგამს, ყველა გარანტია მოიხსნება. ნატო არ გაფარდოვდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამყარო შეიცვალა. ეხლა უკვე ნახდათ შეიცვალა სამყარო. ჩვენ ვართ ჭაობში, საგარეო საქმეთა ჩვენი საცოდაობა ევროპაში მიდის და ევროპასთან დიალოგი აქვს. ეკონომიკის მინისტრი, რომელიც საერთოდ ამ ქვეყანაზე არ არის ეკონომიკისა, რაღაც ინტერესები ქონია, რაღაც დიდი სტატია იყო 35 წლის ასაკში, მილიონერი უნდა იყოს, თავისუფლება ინსტიტუტ დამთავრებული ადამიანი, რაღაც 10 წელიწადში რისი მილიონერი უნდა გახდეს ქვეყანაში, თუ ამ ჭაობში არ არის ამოგანგლული თავიდან ბოლომდე. ეკონომიკის ჯერ მაგას ერთი ფრაზა არ წარმოუდგამს. და ასე დღეში დაჭერები, გასამართლებები თუ გაუსამართლებლად ფულის მიტანები, მიზეზი გითხარით, რაც არის ფული, რა შობა იცით? ორ რამეს აკეთებს. უინტელექტო ადამიანებს ძალიან უხეშად ვიტყვი, ძალიან აღურებს და ასիրებს. ამიტომ მოუნდობეს თავიანთ პატრონს ჩამოგდება და მიიღეს ის, რაც მიიღეს. გასაგებია, ეხლა გასაგებია რა ხდება თქვენთვის? თუ გასაგებია, მე მხოლოდ საქართველოს მიმართავ, სხვების აზრი არ მაინტერესებს. იფიქრეთ, კარგად გაიაზრეთ და მე ველოდები თქვენგან შეხმიანებებს, შეხვედრებს და ჩვენი გზით წავიდეთ, იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. დიდი მადლობა რომ უყურებთ ამ გადაცემას. მე თქვენს მიმართ მაქვს უდიდესი პასუხისგებლობა და რასაც ვსაუბრობ, მე არსად წამსვლელი არა ვარ, არსად გამქცევი არა ვარ, პირობას გაძლევთ.
რამდენი წელიც მამყოფებს უფალი ამ ქვეყნაზე ერთხელ ვერ ჩაიგდებთ ხელში ისეთ რამეს რომ შეგაცვლევინოთ ჩემდამი ის კარგი დამოკიდებულება რომელიც გაქვთ და იმ არარაობებს ჩემდამი ცუდი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ იმიტომ რომ იმათგან მე კარგ დამოკიდებულებას არ ველი და არც მაინტერესებს იქ არის ახალგაზრდები რომლისთვისაც მე ნამდვილად წუხარ ის ახალგაზრდები მოვა ბევრი მოვა აზრზე დადგება ნორმალურ ქართულ პოზიციებზე ის გადაგვარებული ახალგაზრდები რომლებიც ფულის გულისთვის აკეთებენ ორგანიზებას და თითქოს იქ ლიდერები არიან დარჩებიან იმ ჭაობში რა ჭაობშიც არიან ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში გემშვიდობებით და კარგად ბრძანდებოდეთ ხვალ მე 8 საათზე აღვადგენ იმ ლექციას რომელიც ვერ შევძლებდი 4 შაბათს ხვალ 8 საათზე იქნება ჩვეულებრივ ლექცია ალგებრა და მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ